მადლობთ. მე ბენზინგასამართ სადგურზე ვარ მოსკოვის ოლქში. მოსკოვიდან 100 კილომეტრში ბენზინი არ არის. მეორე ბენზინგასამართი ეკოპრო, ბენზინიც არ არის. ნოვაია რიგაზე მხოლოდ მაქსიმუმ 20 ლიტრის ჩასმა შეიძლება. რასთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული, რომ საწვავი არ არის, რატომ შემოაქვთ შეზღუდვები? უცბად რომ თქვა, არ ფიქრობდი, რომ ეს მოსკოვის ოლქსაც შეეხება. უკრაინის მხრიდან ახალი სერიის შორ მანძილზე დარტყმების შემდეგ რუსეთში ნამდვილი კოლაფსი დაიწყო, რომელიც რუსეთის სულ უფრო მეტ რეგიონს მოიცავს. 14 ივნისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის 14 რეგიონი დაარტყეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დრონებმა დააზიანეს ნავთობის ობიექტი რუსეთის იაროსლავის ოლქში, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს. მთელი რეგიონი შავკვალშია, ხოლო რეგიონში შავი წვიმა დაიწყო. რამდენიმე საათით ადრე დრონებმა დააზიანეს ქარხანა ტილიმის ტიტანი არმიანსკში, ასევე ნავთობისა და გაზის ტერმინალი ტამან-ნეფტი კრასნოდარის მხარეში. შედეგად ზელენსკიმ კაფეოდ განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს შორ მანძილზე მოქმედ სანქციებს, ვლადიმერ პუტინის პირადი უარის პასუხად, რომ დაასრულოს ეს ომი და ასეთი დარტყმები მხოლოდ გაიზრდება. შედეგად თათრეთში ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის გაცემაზე შეზღუდვები შემოიღეს. ამამდე ბენზინის გაფიდოზე შეზღუდვები შემოიღეს პეტერბურგშიც და მოსკოვშიც. ეხლა იქ ერთ მანქანაზე დღეში მხოლოდ 20 ლიტრი ბენზინის ყიდვა შესაძლებელი. ყირიმში ბენზინის დეფიციტი კიდევ უფრო გამწოდა, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ნახევარკუნძულზე დარტყმები კიდევ უფრო გახშირდა. შედეგად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა დაიწყო შავი ზღვის ფლოტის სარდლობის სევასტოპოლიდან გაყვანა, ხოლო ოფიცრებს უკვე თავიანთი ოჯახები ნოვროსიისკში გადაჰყავთ, ოფიციალური ბრძანების მოლოდინის გარეშე. ჩემი სახელი ალექსეი პიჩი, სან დავიწყეთ გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დრონებმა დააზიანეს ნავთობის ობიექტი რუსეთის ფედერაციის იაროსლავის ოლქში, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიმ. და შემდეგ მოხავს მისი ციტატა. ჩვენს მებრძოლებს შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებაში კარგი შედეგები აქვთ რუსეთის ტერიტორიაზე და დროებით ოკუპირებულ უკრაინაში არსებულ მნიშვნელოვან ობიექტებზე. 700 კილომეტრზე მეტი მანძილით უკრაინიდან. ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან 700 კილომეტრზე მეტი დაშორებით რუსეთის იაროსლავის რეგიონში სბუს მებრძოლებმა დააზიანეს. რუსეთის იაროსლავის რეგიონში სბუს მებრძოლებმა ნავთობის ობიექტი გაანადგურეს, რომელსაც მნიშვნელობა ჰქონდა აგრესორის სახელმწიფოს რეზერვისთვის. კერძოდ, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დარტყმის ქვეშ მოექცა რიბინსკში მდებარე თემპ როს რეზერვის კომბინატი, რომელიც გამოიყენება საწვავის შესანახად რუსეთის არმიისთვის. ამის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა კადრები ქალაქის თავზე ამოსული შავი კვამლის ზრუბლებით, ხოლო რეგიონის რუსებმა დაიწყეს შავი წვიმის ამსახველი კადრების გამოქვეყნება. ეს ხო ვოლგიდან მოფრინავ ჯანდაბას.
ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მიზნებს მიაღწიეს რუსეთის ტულის რეგიონში. დარტმა განხორციელდა საწარმო აზოტზე, რომლის საქმიანობაზეც დამოკიდებულია ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების შესაძლებლობები. გარდა ამისა, როგორც ზელენსკიმ განაცხადა, 6 რუსულ აეროპორტში ავიამიმოსვლის შეზღუდვები დაწესდა. საერთო ჯამში გუშინდელი საღამოდან მოყოლებული რუსეთის 28 რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. შემდეგ კიდევ ერთი ციტატა ზელენსკისგან. იყო დარტყმები ოკუპანტის სამხედრო ლოგისტიკაზეც, დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინა ასრულებს შორსმოქმედი სანქციების გეგმას რუსეთის წინააღმდეგ და ასევე გარკვეულ ამოცანებს საშუალო მანძილზე დარტყმების განხორციელებაში. რუსეთის მხრიდან ამ ომის დასრულებაზე უარის პასუხად, ჩვენ რუსეთის ხელმძღვანელობას შევთავაზეთ მოლაპარაკებების ყველა შესაძლო ფორმატი, მაგრამ პასუხად მივიღეთ მხოლოდ აგრესიის გაგრძელების და მისი გაფართოების ცდელობა. ლოგიკურია, რომ ომი ახლა ბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო. აქ აშკარად ჩანს, რომ ზელენსკი მიუთითებს თავის ღია წერილზე ვლადიმირ პუტინს, რომელზეც პუტინმა მოაყოლა, რომ პირად შეხვედრას არანაირ აზრს ვერ ხედავს. და საერთოდ უარი განაცხადა ომის დასრულების შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაზე. და ბოლო დღეებში კიდევ უფრო ხმამაღლა დაიწყო ხვიღილი იმ შესახებ, რომ ისინი გააძლიერებენ შეტევებს უკრაინაზე. მაგრამ დაუბრუნდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების დათმობს ამ ღამით. აქ წოდა საუხსნი ტულის ოლქში აზოტის ქარხანაში მოხვედრის შესახებ და აზოტის კომბინატი ევროხიმის ჰოლდინგში შედის. და აი საწარმო ზეგვერდზე წერია, რომ ეს არის ამიაკისა და აზოტოვანი სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი რუსეთში. მაგრამ SLD ქარხანა ქიმიურ პროდუქციას აწვდის სვერდლოვის სახელობის ქარხანაში, სადაც საბრძოლო მასალის ასაფეთქებლებს ამზადებენ. ანუ რუსები ცდილობენ ეს ქარხანა იმით დაფარონ, თითქოს ისინი უბრალოდ აზოტოვან სასუქეთს აწარმოებენ და მეტი არაფერი. მაგრამ სინამდვილეში ეს ქარხანა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება. გარდა ამისა, 14 ივნისის ღამეს სმოლენსკის ოლქში დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ვიაზმის რკინიგზის დეპოს რაიონში. ასევე შეგახსენეთ, რომ მანამდე 13 ივნისის ღამეს უკრაინულმა უპილოტოებმა დარტყმა მიაყენეს ორ სტრატეგიულ ობიექტს რუსეთის სამხრეთში და ანექსირებულ ყირიმში. კერძოდ დრონებმა დააზიანეს ქარხანა ყირიმის ტიტანი არმიასკში, ასევე ნავთობისა და გაზის ტერმინალი ტამანი-ტამან-ნეფტეგაზი კრასნოდარის მხარეში. და აი უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სარდალი რობერტ ბრაუდი. მადიარმა აღნიშნა, რომ დარტყმა განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპაში უდიდეს ქარხანა გიგანტზე, რომელიც ყირიმის ანექსიის შემდეგ გადაეცა კომპანიას რუსული ტიტანი. საწარმო აწარმოებს ტიტანის დიოქსიდს. ეს არის საბაზისო ნედლეული დენთის, სარაკეტო საწვავისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად. და შოკში ვიყავი, როცა გავიგე, რომ ამ ქარხანაზე 23 დარტყმა განხორციელდა. ამის შედეგად ის ფაქტობრივად მთლიანად განადგურდა, დაიწყო ხანძარი და ამიტომ მუშები სახლში გაუშვეს. შედეგად, მაშინ როცა ვლადიმირ პუტინი საჯაროდ ამტკიცებდა, რომ პრობლემები უკვე თათრეთშიც კი აღარ არსებობს, ტატნეფტის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის გაცემაზე შეზღუდვები დააწესეს, ახლა გაურეცხავ და გაველურებულ რუსებს ერთ მომხმარებელზე დღეღამეში არაუმეტეს 20 ლიტრი ბენზინის აძლევენ. ანალოგიური 20 ლიტრიანი ლიმიტები ადრე სანქტ-პეტერბურგშიც შემოიღეს. პეტერბურგიც ასეა. ასეთი განცხადება აღმოაჩინეს მოსკოვის მახლობლად, ლიტკარინოშიც, ასევე ავტოგასამართ სადგურებზე. მოსკოვის უმსხვილესი ქსელების ავტოგასამართ სადგურებმაც 12 ივნისიდან ტატნეფტის სადგურებზე დააწესეს შეზღუდვები. ერთ ხელზე არაუმეტეს 20 ლიტრი ბენზინისა და 40 ლიტრი დიზელის. როსნეფტის ავტოგასამართ სადგურებზე რუსეთის დედაქალაქში დაწესებულია საერთო ლიმიტი. ერთ ავზზე მაქსიმუმ 90 ლიტრი, ხოლო ლუკოილში ერთ ჩეკზე არაუმეტეს 100 ლიტრი ბენზინის ან დიზელის გასხვისდება. ბენზინისა და დიზელის დეფიციტზე ადრე ბელგოროდის, რიაზანის ოლქების, კრასნოდარის მხარისა და მრავალი სხვა რეგიონის მცხოვრებლები ჩიოდნენ. 10 ივნისისთვის არანაკლებ 25-მა რუსეთის სუბიექტმა საწვავის დეფიციტი და მიწოდების შეფერხებები განიცადა. თუ გავითვალისწინეთ კიდევ 6 ოკუპირებულ უკრაინულ რეგიონს, ანუ ქირიმს, სევასტოპოლს, ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს, მაშინ იმ რეგიონების რაოდენობა, რომლებიც დროებით რუსეთის კონტროლქვეშაა და სადაც ბენზინის პრობლემა გაჩნდა, 31-ს აღწევს. ასევე ამ ღამით უკრაინელმა სამხედროებმა დაარტყეს სარდლობის პუნქტს რუსეთის ბრიანსკის ოლქში და დრონების მართვის პუნქტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ გოლაია პრისტანის რაიონში, ხერსონის ოლქში და კლებანის რაიონში. დონეცკის ოლქში, ბეკეში დრონების მართვის პუნქტებს დაარტყეს. და ყველაზე მთავარი ამბავი,
აგენტურული ქსელი ატეში უწყება, რომ რუსეთი ემზადება შავი ზღვის ფლოტის მთელი სარდლობა სევასტოპოლიდან ნოვროსიისკში გადაიყვანოს. ხოლო შავი ზღვის ფლოტის ოფიცრები უკვე გადახავთ თავიანთი ოჯახები ნოვროსიისკში, ოფიციალური ბრძანების მოლოდინის გარეშე. ეხლა კი მოვიყვან ატეშის ციტატას. სარდლობა განიხილავს გეგმებს ოკუპირებული სევასტოპოლიდან ნოვროსიისკში მართვის ორგანოების ნარჩენების გადატანას. დარტყმები ნახევარკუნძულზე მხოლოდ ძლიერდება, ხოლო ოკუპანტებისთვის ლოგისტიკური მდგომარეობა ტირიმში მკვეთრად გაუარესდა. შტაბის სტრუქტურების შენარჩუნება ნახევარკუნძულზე ოკუპანტებისთვის სულ უფრო ძვირადღირებული და რისკიანი გადაწყვეტილება ხდება. იმის მიხედვით თუ როგორ ვითარდება სიტუაცია, მომდევნო თვეები შეიძლება ოკუპაციური ძალებისთვის კირიმში ყველაზე მძიმე იყოს ომის დაწყებიდან დღემდე. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები ტრადიციულად დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის ხარდაჭერა. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი შემოწირულობით. ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, იქ არის Buy Me a Coffee, Patreon, ბულები კრიპტოსაფულეებზე, საბანკო რეკვიზიტებიც. საერთოდ აირჩიეთ ის, რაც თქვენთვის მოსახერხებელია. მადლობელი ვიქნებით თქვენ ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.